ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაარკვიოს, როგორია ცხოვრება მთაში. ამისათვის ჩამოვედით თუშეთში, კერძოდ დართლოსში, სადაც გავარკვევთ აქაურ წესჩვეულებებს, ტრადიციებსა და გავიგებთ აქაურ ისტორიას. თუშეთი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. მანძილი თბილისიდან გომბორის უღელტეხილის გავლით 200 კილომეტრამდეა. თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია დართლო. ის ზღვის დონიდან 1750 მეტრზე მდებარეობს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. დართლოში დაახლოებით 50 კომლი ცხოვრობს, თუმცა ზამთარში სოფელი თითქმის ცარიელია. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა, მისი ციხესახლებისა და კოშკების ნაშთების სახით. ძველი ტრადიციული საცხოვრებელი არის თუშური ციხესახლი, რომელსაც თავდაცვითი საცხოვრებელი ფუნქცია ჰქონდა. მე-19 საუკუნის ბოლოს ციხესახლი კარგავს თავის თავდაცვით ფუნქციას და იწყება აივნიანი სახლების მშენებლობა, რომელშიც ესთეტიკურმა ფაქტორებმა წამოიწია წინა პლანზე. მაგრამ სამშენებლო მასალები, რომელთაც შენდებოდა ეს ციხესახლები, უკვე მეორდება ასევე აივნიან სახლებში. თუშეთში უამრავი ეგრეთ წოდებული პიქტოგრამა არსებობს, რომლებიც პირდაპირ სახლის კედლებზეა ამოტვიფრული. ისინი არაერთ საუკუნეს ითვლიან. ზოგი პიქტოგრამა გაშიფრულია, ზოგის გაშიფრვა კი დღემდე ვერ მოხერხდა. ადგილობრივი მოსახლეობა, როდესაც ახალი სახლის მშენებლობას იწყებდა, პიქტოგრამიან ქვებს სახლის კედლების ამოსაშენებლად იყენებდა. თუშები თვლიდნენ, რომ ამ ქვებს ზებუნებრივი ძალა ჰქონდა და ოჯახს უბედურებისგან იცავდა. ჩვენამდე პიქტოგრამიანმა ქვებმა სწორედ ასე მოაღწია, თუმცა მათი ასაკი და ზუსტი წარმომავლობა უცნობია. ერთ-ერთ ქვაზე ნადირობის სცენაა გამოსახული, მაგრამ პიქტოგრამების უმრავლესობა გაშიფრული არ არის. დართლოში ასევე ნახავთ 1801 წელს რუსების მიერ აგებულ ეკლესიას, რომელიც უძველესი სალოცავის ადგილას აუშენებიათ, ამჟამად ის დანგრეულია. ამას თავის ახსნაც აქვს. ქალებს თუშეთის სალოცავებში შესვლა ეკრძალებათ. გადმოცემის თანახმად ყველა ტაძარი, რომელშიც ქალმა ფეხი შედგა, დაინგრა. ადრინდელის მსგავსად დღესაც თუ ქალი ეკლესიაში ან მის ეზოში მაინც შევა, მოსანანიებლად შესანდობარი უნდა თქვას. სოფელში საინტერესო ნაგებობებს წავაწყდით. როგორც აღმოჩნდა, ეს ნაგებობები ეგრეთ წოდებული აკლდამებია. საუკუნეების წინ ამ ადგილებში ადამიანები განუკურნებელი დაავადების დროს მოდიოდნენ, რათა თავიანთი განუკურნებელი სენი სოფელში მაცხოვრებელი ჯანმრთელი ადამიანებისთვის არ გადაედოთ. საუკუნეების წინ ამ ტერიტორიაზე სასამართლო იყო. როგორც გადმოცემიდან არის ცნობილი, მოსამართლე ქალი იყო, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ მოქმედებდა 12 კაციანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომლებისთვისაც ეს ქვის სკამები იყო განკუთვნილი. სასამართლოზე ბრალდებულისთვის და მოწმისთვის სპეციალური ადგილები იყო გამოყოფილი. ამ ქვაზე ბრალდებული იჯდა, ხოლო აქეთ უკვე მოწმე, რომლებიც მუხლებდაჭოქილები იყვნენ მთელი სხდომის განმავლობაში. ეს ქვა სასამართლო პროცესის ნაწილი იყო. ამ ქვაზე იფიცებდა ბრალდებულიც და მოწმეც, რომ მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებდა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი მამაკაცი იყო, იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად სიმართლეს ამბობდნენ, ულაშის პატარა ნაწილს იჭრიდნენ და ქვის ქვეშ ყრიდნენ. მე ვეწვი ერთ-ერთ ოჯახს, რომლის დიასახლისის ძველი თუშური ტრადიციების მიხედვით ქსოვს წინდებს და სხვადასხვა ნივთებს. თუშური ქსოვა უფრო სადაა, ძალიან ისეთი ტყრიალა ფერები არ არის, როგორც შაურს ახასიათებს ანხერსუ, ჩალისფერი, ჭარბობს მუქი ფერები და ასე შემდეგ. მოსათელად ვიყენებთ სხვანაირ მატყლს, ანუ სპეციალური მატყლია, რომელიც ცალკე ვარჩევთ ამ ცხრისაგან, რომელიც ხუდებისთვის და ნაბდისთვის და ასე შემდეგ ვიყენებთ. ის ადვილად ითელება, ის შემოდგომის მატყლის სხვა მატყლი არ ითელება ისე მარტივად, როგორც ის მატყლის არის მოკლebecri და ადვილად ითელება. ხელით გაჩეჩილ მატყლს უფრო მეტად სასარგებლო თვისებები აქვს, ვიდრე ანუ დასგაზე, ის კარგავს თავის თვისებებს და ის ხელით გაჩეჩილი ინარჩუნებს იმ თვისებებს, რაც მატყლს გააჩნია, ანუ სამკურნალო თვისებები, მეტად თბილი რომ იყოს და ასე შემდეგ. გადავწყვიტე დართლოში თუშურ ტრადიციულ საკვებს გავეცნო და დავაგემოვნო.
ერთ-ერთ ასეთ კერძს კოტორი ჰქვია. ყველს ვხეხავთ სახეხელზე. შემდეგ უკეთებთ ერბოს, ამოვზელავთ და ერბოს და ყველს გავზელავთ და გავამზადებთ. ცხრის ყველისგან არ კეთდება. აი არებმევა ერთმანეთს. კარგი გემრიელი არ გამოდის და ვაკეთებთ მარტო ძროხის ყველისგან. ტრადიციული თუშური კოტორი. თაში, სადაც ქალაქისგან განსხვავებით ნატურალური პროდუქტი მეტია, ყველაფერი ბევრად გემრიელია. თუშეთში ძირითადი საკვები ცხვრის ნაწარმისგან მზადდება. თუმცა არის ისეთი ტრადიციული კერძები, რომლებსაც სხვა პროდუქტებისგან ამზადებენ. თუშეთში ერთ-ერთი გართობის და გადაადგილების საშუალება ცხენია, რომელიც აქ თითქმის ყველა ოჯახს ყავს. თუშეთიდან ისე ვერ წამოვიდოდი, რომ მეცხვარეები არ მენახა. ისინი ეგრეთ წოდებულ ბინებში იმყოფებიან, რომლებიც სოფლიდან მოშორებით მთაში მდებარეობს. ახლა ჩვენ ვნახავთ ცხვრის მოწველისა და ცნობილი გუდის ყველის ამოყვანის პროცესს. ერთი თავი ყველის მომზადებას დაახლოებით 25 ლიტრი ცხვრის რძე სჭირდება. მოწველილ რძეს კასრში ასხავენ. შემდეგ მას ადუღებულ წყალს ამატებენ, იმისთვის რომ რძე გათბეს. სივირძით როგორც გავარკვიე, ყველი არ გამოდის. რძე ადუღებული წყლით 33 გრადუსამდე თბება, რის შემდეგაც მას ეგრეთ წოდებულ რძის შემადედებელს ურევენ. ერთი საათის შემდეგ უკვე მყრიվ მასას წურავენ და გუდაში ათავსებენ. ორმოცი დღის შემდეგ უგემრიელესი თუშური გუდის ყველიც მზადაა. დღის ბოლოს დართლოს მოსახლეობა სოფლის ცენტრში იკრიბება, სადაც კოცონს ანთებენ და იქაურობა სიმღერის და ლხინის ხმა ავსებს. ასეთია ერთი ჩვეულებრივი დღე მთაში.